დავიწყოთ მაინც თავიდან. გავიდა საკმაოდ დიდი ხანი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში არცეთ პირველ პირს თანამდებობა ამდენი ხნით არ შეუნარჩუნებია. ასეთი საყოველთაო ძალაუფლების მფლობელიც არავინ ყოფილა. თუმცა საქართველოში ძალაუფლების კონცენტრაცია იშვიათი ხილი არ ყოფილა ეს გასაგებია ახალ დაფუძნებული ქართული რესპუბლიკისთვის, მაგრამ რა განასხვავებს ივანიშვილის მმართველობას, თუნდაც მისი წინამორბედებისაგან, რომლებთან მიმართებაში საქართველოს მოსახლეობა საკმაოდ წინააღმდეგობრივი განწყობები ჰქონდა. საღამოშვიდობის გიორგი, ჩვენ დღეს შევიკრიბეთ 21 საუკუნის საქართველოს ცალსახად ყველაზე უფრო ჩაბმული თარიღის 13 წლის თავზე. სინამდვილეში რაც ივანიშვილმა თავის წერილში დღეს აღწერა როგორც ჩვენი 21 საუკუნის კი არა თლიანი ისტორიის ერთ-ერთი ნათელი თარიღი სინამდვილეში აი ამ ტიპის რეჟიმებისთვის ცინიზმი არის ერთ-ერთი მახასიათებელი თვისება ანუ ცინიკურად უტიფრად უშუბლიზარღოდ გვეუბნება რომ ის რამაც ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად დაღუპა ამ ეტაპისთვის ესეა ყოველ შემთხვევაში და იმედია ძალიან მალე დასრულდება ეს მან მოგვავლინა და შემოგთავაზა და მოგყიდა როგორც წარმატება. სინამდვილეში მართლა უშავნელესი თარიღია, როდესაც რუსებმა ალბათ თავიანთი ისტორია პუტინმა თავისი მმართველობის პერიოდში, ამ 26 წლიან პერიოდში, ალბათ ყველაზე უფრო წარმატებული სპეცოპერაცია განახორციელა, როდესაც ქართველებს თავისი ხელით აარჩევინა კრემლი რეალურად, ხო? და ამ ვითარებაში ყველაზე რთული იცი რა არის ახლა იმ ადამიანების დიდი ნაწილი რომელმაც ეს გააკეთა 2012 წელს ანუ ცხადია ამას არ შეგნებულად არ აკეთებდა არც ამ შედეგს ვარაუდობდა მაგრამ ის ადამიანები დღეს არიან ამ საკუთარი დიდი ნაწილი მნიშვნელოვანი ნაწილი არის საკუთარი არჩევანის მძევალი და შესაბამისად უწევს მტკიცება რომ არა ის მაინც ასე ჯობდა ან რაღაცეთ ტოლობის ნიშანი დასვას უნდა და ასე შემდეგ არ ისმება ტოლობის ნიშანი ვინაიდან ავტორიტარული რეჟიმები და მე ვიცი რომ დღესაც რამდენიმე პოლიტიკოსი იყო გამოსული და რაღაცა ტოლობის ნიშანს ეძებდნენ, ხო და რა ვიცი, იმ ხელისუფლებამ, წინა ხელისუფლებამ ფენომენალური ტრანსფორმაცია მოახდინა ჩვენი ქვეყნის და ამ ტრანსფორმაციას მთელი მსოფლიო აღიარებდა, რა ვიცი, რა თუნდა ამას ღალატის კომისია, ხო? ადამიანებს იტაცებდნენ და კლავდნენ, აგერ სხვა კი არა, აი კალაძის ძმა მოიტაცეს და მოკლეს შევარდნაძის დროს. გამოსასყიდის მიზნით. ხო, აი ეს პრაქტიკა რაც მანამდე იყო ყოველდღიურობა აღიკვეთა, იმიტომ რომ ამას კრიშა ყავდა ხელისუფლებაში, ხო? მოვიდა ვარდების რევოლუციის მერე ხელისუფლება და ადამიანების გადაწყვეტა შეწყდა. რატო ვიძახი, ხო? 2012 წელს მინისტრები აეროპორტში ხვდებოდნენ კანონიერ ქურდებს. ისევე როგორც ამათ პირობებში მერე უკვე ლავასოღლის კალაძე ხვდებოდა და აცილებდა, ხო და აკრობდა თვითმფრინავიდან. რატო ვიძახი, 2012 წელს სინამდვილეში მოხდა ის, რაც პუტინმა დაანონსა. მან თქვა ერთ-ერთი ინტერვიუსას თუ კომენტარისას, რაც ვერ გააკეთეს შემა ტანკებმა, იმას გააკეთებს ქართველი ხალხი. მე მინდა ამ 13 წლის თავზე ამ რაღაც შაუბნელ იუბილეზე უბრალოდ ერთი კითხვა დავსვა ორნაწილიანი. თქვენი აზრით, აი ვინც დღეს ჩვენ აზრზე არ არის, ჯერ კიდევ არიან ხო ადამიანები, რომლებიც რაღაცით აპრავებენ იმ ხოცობას, იმიტომ რომ ზოგს ხელფასი აქვს, ზოგს რაღაც ბენეფიტი აქვს, ზოგს ეშინია იმის, რომ საბავშვო ბაღის ტენდერი აქვს მოგებული და მოპარული აქვს ის მილიონები, ხო? ანუ რა ვიცი, მილიონი მიზეზი შეიძლება არსებობდეს და ყველა არაკეთილ ინდისიერი, ანუ არ შეიძლება საღგონებაზე მყოფი ჭკუად ყოფილი პატიჟოსანი მოქალაქე აი ამას ეთანხმებოდეს. არ შეიძლება 100% გამორიცხულია, ხო? ამ ადამიანებს მინდა ვკითხო, რისთვის დააჯილდოვეს მოსკოვში 2012 წლის 1 ოქტომბრის ერთ-ერთი შემომქმედი ვლადიმირ ბედუკაძე. მოდი რა, მე ნუ მიპასუხებთ. თქვენ თავს უპასუხეთ, როცა დღეს დაწვევით და თქვენ ოჯახის წევრებს ან მანამდე რო ჩახედავ თვალებში. და მეორე როდესაც საუბრობთ 9 თვის ბარბარე ლაფანიანზე. ვიცი რომ ძალიან შემზარავი თემაა და ყველას გინდათ რომ ამას ავარიდოთ თავი. ყველას, მაგრამ აი, როდესაც საუბრობთ, ბევრი აი უკვე რომ გამოსავალი არ აქვს ხოლმე, იტყვიან რომ იცი რა, ნუ ახლა უბედური შემთხვევა იყოს აზარელი, მაგრამ არ იყო უბედური შემთხვევა. უბედური შემთხვევა იქნებოდა ის ქვევრი რო ყოფილიყო თავმოხდილი. ვიღაცამ ბავშვი ქვევში ჩააგდო და მას ამ ქვევს თავზე დააფარა.
და კადრებია, ეს კადრები YouTube-ზე დევს, რომ რომ მიდიან, ახთის ერთი და ვინაიდან ტელევიზია არ არის ჯერ მოსული და ვიღაცების ტელეფონებით იღებენ, დაახურავს. შემთხვევით ეს ვერ იქნება, იმიტომ რომ ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ბავშვი თავისით იქ მიწოცებას და გამორიცხულია ეს თემა. ანუ რაღაც შემზარავი რაღაც მოხდა. საერთოდ, ანუ წარმოიდგინეთ, ხო ცოცხების ნაწილია. კონკრეტულად აი მოკულის განზრახვით ბრალს ვერავის წაუყენებ ადამიანს თუ პირდაპირ მტკიცებულება არ გაქვს. ეს ჩვენი საქმე და კომპეტენცია არა. შემდეგ ამის გამოყენება როგორ მოხდა და ინტერპრეტირება ეს არანაკლები სიმძიმის. ანუ მანდ არის, ანუ რა ვიცი, ბიბლიური მასშტაბის დანაშაულია ცილის წამება და ცილის წამებაც არის და ცილის წამებაც, ხო? ჩვილის მკვლელობის ცილის წამება. ვინც ეს ჩაიდინა 8 წელი იყო ოცნების პირობებში, იძინა ივანიშვილის პირობებში კულტურის მინისტრის მოადგილე. ხო და აი ამაზე დავფიქრდით რა, რაზე ვლაპარაკობთ, ანუ წინა ხელისუფლება ვარდებით მოვიდა, რაღაცა გააკეთა. ესენი მოვიდნენ დადგმული ცოცხები და ცოცხები რო დადგმული იყო, თვითონ ამ ცოცხების ავტორებმა აღიარეს. აგერ ბოლოს ელის ბარაშვილის 2-3 ინტერვიუ იყო, ერთ-ერთი ავტორია ამისი. მეორე ავტორი ჯერ მოსკოვში და მოსკოვიდან დაცვით ჩამოვიდა და მე ისევ უკან დაბრუნდა და იქ დააჯილდოვეს. დაგროვილი პრობლემების გაზვიადებისა და ამის ეს თქვა მიტანის ხარჯზე გასაგებია, თუმცა ესეც ბუნებრივი და ნორმალური მოვლენაა, როდესაც ორი ვადით ხელისუფლებაში მყოფი ძალის მიმართ ერთის მხრივ გადაღლაც ფაქტორია საზოგადოებაში და მეორეს მხრივ საზოგადოება საჭიროებს განახლებას და სურვილი იმისა, რომ რაც არ იყო მოსაწონი და არ მოწონდა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს გამოსწორებული. ამ იმედით მიწეს მათ შორის კონკრეტული სოციალური მოლოდინების მიღმაც, ხო, იქ 5 მილიონიანი დაპირებები თითო სოფელს და ასე შემდეგ, ყურს არ ჭრიდა, ესალბუნებოდა. ბევრისთვის ამ მასშტაბის ტყუილიც კი იმ მომენტში დამაჯერებლობას იძენდა, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მდიდარი კაცის ფინანსურ შესაძლებლობებზე, რომელსაც პარალელურად დახვდებოდა ასევე საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოდ გადავსებული ბიუჯეტი. ეს საკმაოდ უცნაური მოვლენა იყო, სხვა შორის, როცა მე მახსოვს სააკაშვილი ერთი წელი პრეზიდენტი იყო და ამას ხშირად იმეორებდა და გადამოწმებული მაქვს ამ ციფრობრივად. მარტო პრეზიდენტ სააკაშვილს არ ვეყნობი ამ შემთხვევაში. საქართველოს ბიუჯეტში შემოსავლების პროფიციტი იყო იმდენად დიდი, რომ იმით კიდევ 1 წლის განმავლობაში უამრავი დიდი პროექტის წარმოება იქნება. პლუს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი. ხო, ამიტომ ეს არ იყო მოულოდნელი. ასევე სრულიად ნათელი იყო მე შესავალშიც თქვი, ვინც მაშინ მიცა ოცნებას ვასხმა. ერთ-ერთი მთავარი მე გულისხმობ შედარებით უფრო ლიბერალურ დემოკრატიული ფრთიდან, ხო? მათი სურვილი რა იყო? სურვილი იყო, რომ ის ხაროზები, რომელიც ჰქონდა მაშინდელ ქართულ დემოკრატიას, იმ სტანდარტების ფონზე, რასაც თავად სააკაშვილი და ვარდების რევოლუციის ხელისუფლება ასხივებდა, ხო ეს რა იყო? ევროპული ტიპის ახალ კი ჰქონდა მინიშნებები სინგაპურზე და ასე შემდეგ, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებები ჩვენ ევროკავშირისკენ მივდიოდით, ევროპის საბჭოს ესე ვთქვათ ჰარმონიზებას ვახდენდით ევროპულ კანონმდებლობასთან. ანუ მიზანი ჩვენი იყო არა აზიაში წარმატებული შედარებით უფრო დემოკრატიული ქვეყნის, არამედ ევროპულ სახელმწიფო ჩამოყალიბებას. მოთხოვნებიც ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის მიმართ და პრეტენზიებიც აქედან მოდიოდა რა, თორე ახლა. მასე ახლა ჩვენ სამეზობლოში რომ იმოგვეხედა, მაშინაც და ახლაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცებში იმ პერიოდში მით უმეტეს დემოკრატიის მხრივად წინ ვიყავი და ამიტომ ამ შუქურას რო იძახდნენ, ხო? მაგრამ ასე ვთქვათ, შედარებით იმ სიბნელის ფონზე. მაგრამ ნუ მივიღეთ სურათი, როდესაც რაც კარგი იყო იმ პერიოდში, იმ მიმართულებებით პრობლემები შეიქმნა, კორუფცია შემოვიდა, რომელმაც ჭამა დაიწყო და დღეს გვაქვს უხარისხო გზა დაუგებელი ამდენი წლის განმავლობაში დაუშვოთ პრობლემები ქართულ ენერგეტიკაში, რომელმაც აგვისტოში პირველად მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში აგვისტოში რუსეთიდან იმპორტი შემოიტანა ელექტროენერგია, როცა ექსპორტიორები ვიყავით. ამ ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება, ხო? და ეს შეგნებული, აბსოლუტურად შეგნებული პოლიტიკის ნაწილია. აი, შეგნებულიც არის და პლუს ამისა კიდე შეუგნებლად უბრალოდ იმის გამო, რომ ვიღაცების მუცელები ვერ გაძღარო მივედით ამ სიტუაციამდე, ამან გაზარდა ერთის მხრივ დამოკიდებულება მთლიანად რუსეთზე და ეს გავლენები და ეს ფული, რომელიც აქ ტრიალებს, მათ შორის შავი სამრეცხაოთ როა საქართველოს ქცეული, ცხადია პოლიტიკურ დღის წესრიგზეც ახდენს ძალიან დიდ გავლენას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემო ზაზა, რა შეუძლია თქვას იმ ადამიანმა, რომელმაც თავის დროზე შეიძლება ოცნების სასარგებლოდ გააკეთა. კაი 2016-მდე კიდე მიცა რამდენჯერმე ხმა, მე 16, 20, აგერ 22-ში ისეთი რაღაცები მოხდა. ამის შემდეგ კიდევ რომ ივანიშვილს მიცემს ქართველი პატრიოტი.
გულისხმობ არა ეთნიკურ ეროვნულს, არამედ მოქალაქეობრივად ქართველი ადამიანი ხმას. ვინ არის ეს ადამიანი? აი 13 წლის თავზე აი ამდენი გამოცდილების და ამდენი ისტორიის. ხო, დაუბრუნდეთ იმ თემას, თუ შეიძლება ერთი წუთით რო თქვი, რომ ეს შეიძლება იყოს არაკომპეტენტურობა, გაუმაძღრობა და ასე შემდეგ. მე მახსოვს ერთი ეპიზოდი კალაძის ბიოგრაფიიდან, როდესაც მან დანანებით თქვა, რომ სამწუხაროთო ენერგეტიკაში ძალიან ბევრი გაკეთდაო წინა ხელისუფლების დროს, რომ სამწუხაროთო ეს ვერ დამალა, ხო? კალაძის რამდენიმე ესეც წამოწდენა აქვს, მაგალითად, ქართული ოცნების ყრილობაზე ერთხელ თქვა, რომ ჩვენ აღვადგინეთ ძალადობა და უსამართლობა. ნამდვილად ასეა. მათ აღადგინეს 90-იანი წლების ძალადობა და უსამართლობა. 90-იანი წლების ძალოვანები დააჯილდოვეს მაგალითად პოლიციის დღეზე მადლობის სიგელით. ანუ ის ხალხი, ვინც უბრალოდ იჭერდნენ, აქრობდნენ, მეშვიდე სართულიდან აგდებდნენ ადამიანებს, დენზე აერთებდნენ, კრიმინალურ სამყაროსთან ერთად იტაცებდნენ და მე ზოგს კლავდნენ და ზოგს აბრუნებდნენ გამოსასყიდის მიზნით. აი ეს ხალხი დააჯილდოვეს მადლობის სიგელებით, ხო? ასევე კალაძის ეკუთვნის ფრაზა, როდესაც მან თქვა, რომ ჩვენო აზერბაიჯანული გაზიო დავაბალანსეთ რუსული გაზეთო. ანუ აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი, მოკავშირე, რომელმაც ძალიან ბევრჯერ გამოგვიყვანა კრიზისიდან. ანუ აი მართლა შეიძლება ირაციონალურადაც კი ვინაიდან ხო, სახელმწიფოებს შორის ძალიან რაციონალური, გათვლაზე დაფუძნებული ურთიერთობებია, ხო, მაგრამ აზერბაიჯანმა რამდენჯერმე ჩვენ მართლა ძმური ხელი გამოგვიწოდა, მათ შენ როდესაც მაგალითად ღორძაღლებმა ჩვენ ზამთარში დაგვტოვეს დენისა და გაზის გარეშე. ვითომ რო ტერაქტები, ვითომ რო უпростоრეთ ის მოხდა უბედური შემთხვევები სამ ადგილას ერთდროულად ჩრდილოეთ კავკასიაში და როდესაც ზამთარში 2006 წელს თუ სწორად მახსოვს დაგვტოვეს სიბნელეში და ყინვაში. ხო და აი ასეთ ვითარებაში კალაძე ამბობს, რომ ჩვენო აზერბაიჯანული ნავთობიო და გაზიო უпростоრად დავაბალანსეთ რუსული გაზით. ანუ მეგობრის გაზი დააბალანსა მტრის გაზით. აი ამათ ტვინში ხო შეიძლება ჩავიხედოთ. შეიძლება ეკას შემთხვევაც გავიხსენოთ, როდესაც სახელმწიფოს უწევს მრავალი მილიონის გადახდა, იმიტომ რომ კალაძემ რაღაცას მოაწერა ხელი და ამის ამ კითხვის დასმის დრო აუცილებლად მოვა. შეიძლება გავიხსენოთ გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების ამბავი, როდესაც გაზპრომს 10 წლის განმავლობაში უნდოდა რომ დაედო საქართველოსთან გარკვეული ტიპის ხელშეკრულება და ჩვენი ხელისუფლება არ უწერდა, წინა ხელისუფლება არ უწერდა ხელს, იმიტომ რომ ამბობდა რომ ჩემს ინტერესში ამის გაკეთება არ შედის. მერე მოვიდნენ ესენი და კალაძემ ხელი მოუწერა და დღემდე არ ვიცით რატომ მოაწერა ამაზე ხელი? გაზპრომი კმაყოფილია. ეხლა აი ესენი ხო მარტო პიარზე მუშაობენ და ერთი რამე რო იყოს, იქ ერთი სიტყვა რო იყოს, რაც საქართველოს აწყობს. იმას ხო აი არ ჩამოიღებდნენ ეთერებიდან. იტყოდნენ რომ აი რა მოვიგეთ, რა მივიღეთ. ანუ სინამდვილეში ვიღაცაებმა მაღალი ალბათობით მიიღეს ის, რასაც ვიცით, რომ აი როგორც რუსეთი აკეთებს ბიზნესს. თქვენ ახლა იხმარეთ ესეთი შედარება და სიტყვა, რომ მათ ტვინში რო ჩავიხედოთ. ტვინში ჩახედვა და იქ ამ მათ ხვეულებში რაღაცების ძიება საჭირო აღარ არის. გაგვიადვილეს ამ ხრივ საქმე, იმიტომ რომ მათ შორის დღევანდელ ივანიშვილის ეპისტოლეში ძალიან ნათლად წერია ვინ არის მტერი. მტერი არის დასავლეთი, ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაშიო ასე წერს, მეგობრის სახით მოდიოდნენ ჩვენთან და სინამდვილეშიო ამ ქვეყნის სუვერენიტეტს ანადგურებდნენ და ომში ჩართვას ცდილობდნენო. და არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები რუსეთზე, როგორც თუნდაც რაღაცა საფრთხის მატარებელ სუბიექტზე, ხო? ანუ ისინი ღიად ლაპარაკობენ ამას. ანუ განსხვავებით წინა მრავალი წლის ამ 13 წლიდან უმრავლესი წლებისა, ღია თამაში მიდის. ეს არის აი დღევანდელობის ყველაზე დიდი პარადოქსი და იშვიათობა, რომ საქართველოში რუსეთზე შეიძლება მართველი ლაპარაკობდეს, როგორც პოტენციურ კი არა, მის პარტნიორსა და მეგობარზე, ან როგორც მასთან დაქვემდებარებულ მდგომარეობაში მყოფ სუბიექტზე, რომელიც იღებს სარგებელსთან ამისგან და მტერი ეს იყოს დასავლეთი. აი რა მოხდა, რა მასშტაბის ტრანსფორმაცია მოხდა, მე უბრუნდები თუნდაც აი იმ 25 თუ რაღაცა პროცენტ ჩვენი საზოგადოებისა, რომელმაც უარი თქვა თავის წარსულზე, უარი თქვა თავისი გმირების თავგანწირვაზე, დაღვრილ სისხლზე, მათგაწეულ შრომაზეც, ბრძოლაზეც, ამაზე ყველაფერზე და წმინდა მორალისტური პოზიციები რო გადავდოთ, პრაგმატული თვალსაზრისითაც ყველაზე ძლიერ და მდიდარ სახელმწიფოებს და სახელმწიფოთა გაერთიანებას დაუპირისპირდა და ჩაეხუტა, ჩაგორდა დათვის კალთაში, რომელიც ვიცით, როგორც მთავრდება ბოლოს და ბოლოს ზღაპრებში გვასწავლიდნენ დათვის კალთაში ჩაგორება რო არ შეიძლება. ხო, მე მგონია აქ საკვანძო როლი ენიჭება პროპაგანდას. ოცნების ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტული წარმატება იყო
ის რომ მან დაგვაჯერა თითქოს მას პიარი არ უვარგა, ეს კლიშეა, ბჭყალებში ვიხმარ ამ გამოთქმას. სინამდვილეში ერთადერთი რაც ოცნებას უვარგა არის პიარი, არის პროპაგანდა, მხოლოდ პროპაგანდაზე დგანა. პროპაგანდაზე დგას მათი ძალოვანი სისტემა, პროპაგანდაზე დგას მათი ძალადობრივი მეთოდები, მათი მოსყიდვა, ანუ ყველაფერი არის ძალადობა, ძალოვანი სისტემის ეს გარყვნილება, ეს ჭაობი დგას იმაზე, რომ ამ ადამიანებს თან მორალურ საკვებს უგდებ, ეუბნები, რომ შენ ცუდ საქმეს კი არ აკეთებ, შენ სადღაც რაღაცა შრეზე სწორ საქმეს ემსახურები, ხო? იქ ვიღაცა შენთვის სუვერენიტეტის წართმევა უნდა, ვიღაცა რაღაცას თავს გახვევს. აი ამ სისულელეს უგდებ და ეს ადამიანი განაშტერია. მაგრამ შეგნებულად იჯერებს ამას, ვინაიდან მისი სხვა არჩევანი არის თქვას, რომ იცი რა, მე ვაკეთებ არაკაცობას, მე ვაკეთებ რაღაც იმას, რაც ჩემი ქვეყნისთვის არ არის კარგი, ხო? ეს არის მათი სხვა არჩევანი და ამას ხო არ ეტყვიან საკუთარ თავს. ეხლა შესაბამისად, მე არ მინდა რომ აი ამ ამორჩეულების დონეზე დავიდე, ვინაიდან ისევ ვიმეორებ, მე მგონია რომ დღეს ვინც ამ მოღალატეებს დარჩათ გვერდში არიან 100%-ით სუბიექტურად დაინტერესებული ადამიანები და ან პროპაგანდის ხერფლი. ხა ძალიან დიდი ბოდიში გააღატაკეს ქვეყანა და ვიღაც ადამიანი აი სადღაც სოფელში რო ცხოვრობს, სადაც არანაირი სხვა გამოსავალი არ აქვს, თელი დღე დადის, შრომობს, იმისთვის რომ ოჯახი გამოკვებოს და საღამოს მოდის და ნაძეჟდაა ჩართული, ხო? რომელიც ეუბნება რომ შენ ცუდად იმიტომ კი არა ხარ რომ კლეპტოკრატები გიზეს და ვიღაცები 300 მილიონს და 800 მილიონს იპარავენ. ცუდად იმიტომ ხარ რომ სადღაც დასავლეთში ვიღაცას უნდა შენ ქართველობა წაგართვას, ხო? აი ესეთ რაღაცას ეხა ზოგი იჯერებს და მე ჩემ თავზე ჩამიტარებია ექსპერიმენტი, აი ეს ქართულენოვანი რუსული მედია ჩამირთავს 1 საათით. ისე კარგად არ მუშაობს, მაგრამ მე უშუალოდ რუსულენოვანი მედია ჩამირთავს და ძალიან ძლიერია მათი პროპაგანდა. მართლა თუ რამე იციან რუსებმა, ამაზე ხშირად გვისაუბრია სხვათა შორის, ეს არ არის, ანუ რაზე დგას რუსული ძალაუფლება დღეს, ეს არ არის არც ატომური იარაღი, არც კონვენციური შეიარაღება, იმიტომ რომ ხედავთ ხო, 4 წელია უკრაინაში ჩაფლობილი არიან და ვერაფერს ვერ შვებიან. არც ეკონომიკა, არც ენერგეტიკა, არც დემოგრაფია, არც ფინანსური და აი ეს არაფერი. ეს არის მათი პროპაგანდისტული მანქანა. რომელთაც ერევიან სხვა ქვეყნების არჩევნებში, რომელთაც ახდენენ პოლარიზაციას, დესტაბილიზაციას, ადამიანებს ტვინსურებენ და ამას აქ ამ ქვეყანაში მართლა ძალიან დიდი ისტორია. ამას უნდა დაუპირისპირდეთ ჩვენ. ვინაიდან მათი თავარი იარაღი დღემდე არის ზუსტად ეს. ოღონდ მათი პროპაგანდის სიძლიერეს განაპირობებს ერთი ობიექტური გარემოება, რაც გამოიხატება ღია გახსნილ საზოგადოებებში, ლიბერალურ დემოკრატიულ საზოგადოებებში, ან თავისუფალ სამყაროში, მედიის გახსნილობასთან დაკავშირებით, ხო? მე მახსოვს 2000-იანების მას შემდეგ რაც პოლიტიკიდან წავედი და ერთ-ერთ კვლევით ორგანიზაციაში ვიყავი, გამოვაქვეყნე ესე იყო წერილი, სადაც ჩემს პოზიციას ვასაბუთებდი, ვამბობდი, რომ ამ ტიპის, ან რუსულ ჰიბრიდულობთან ამ დაპირისპირებაში ლიბერალურზე უფრო მეტად კონსერვატორული მეთოდებით მიდგომა არის საჭირო, უფრო მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება, აკრძალვებით სიარული და ასე შემდეგ და ეს არ იყო მაშინ პოპულარული. მე გულისხმობდი მაუწყებლობის ჩახშობასაც გადაწყვეტა, ანუ რა გზითაც შემდეგ დაგვიანებით უკრაინა წავიდა, მანამდე ბალტიური ქვეყნები და ასე შემდეგ და აქ უფრო პოპულარული იყო ის, რომ ჩვენ გვაქვს შესაბამისი შესაძლებლობები ამას დაუპირისპირდა და ასე შემდეგ. არ აღმოჩნდა ესე. მე არ ვამბობ, რომ მე ვიყავი აბსოლუტურად მართალი, რომ ფაქტია, რომ მარტო ჩვენთან კი არა, დასავლეთშიც ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდნენ მხოლოდ ლიბერალური პრიზმიდან. ნარატივები კიდე ცალკე თემაა კონსერვატორიზმის და ლიბერალურის დაპირისპირების. ტექნიკურადაც ვერ გაუმკლავდნენ. რაც ძალიან კარგად გამოიყენა. დასავლეთმა კარგად იყენებს ჩინეთი, ბოლოს და ბოლოს ჩრდილოეთ კორეა იყენებს ამას ირიბად, ისე რომ ამას ვერაფერს ჯებირად ვერ უყენებენ, ხო? ახლა მიდის ამაზე ფიქრი. მე არ მიყვარს საქართველოში რომ ამ ხრე უფრო სუსტები აღმოჩნდით, ამას ძალიან დიდი რესურსები ჭირდება, მაგრამ დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით მოვედით ამ წერტილამდე, აგერ არის 4 ოქტომბერი, ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილ საზოგადოებისას აქვს განწყობა, რომ რაღაც ერთიანად შეკრულა დაუპირისპირდეს ამ სიტუაციას და თითქოს ყველაფერი ნათქვამია, ყველაფერი გარკვეულია და არის შეგრძნება იმისა, რომ ეს ხელისუფლება მართლაც დგას თავის პროპაგანდაზე და ეს პროპაგანდა მათ შორის მუშაობს მის საყრდენებზე უპირველეს ყოვლისა, ხო, ძალოვან სისტემაზე, საქართველოს პირობებში. გამოქვეყნდა რაღაც გარკვეული მონაცემები, როგორ ემზადებიან იქ გეგმები და ასე შემდეგ, რასაც შეიძლება არანაირი გადამწყვეტი როლი არ ქონდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც პირობითად აი ამ ჩაფხუტებსა და ფარებს იქით დგანან და არიან ამ საზოგადოების წევრები, ჩვენი ოჯახის წევრები არიან.
მათთან მისასვლელი გზა, მათთან საკომუნიკაციო ენა. აი რა უნდა იყოს ისეთი, რამაც შეიძლება ეს ადამიანები დამოგლიჯოს იმ რუსულ ურჩხულს, რომლის მსახურებაშიც ისინი აღმოჩნდნენ. ხო, როგორც მაგ დოკუმენტში ვნახე, თქვენ რომელზეც საუბრობთ, ახლა იქ დაახლოებით 5,000 ადამიანზეა საუბარი, თუ ამათ ადამიანები შეიძლება ეწოდოთ, რომელსაც აი ეს რუსული რეჟიმი იყენებს ქართული ხალხის წინააღმდეგ. მე მგონი ძალიან რთული იქნება, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში და მით უმეტეს ასე სახესთან მიუტან და აი დაილაპარაკები აი ამ რეჟიმში შეცვალო ის, რაზეც რუსული პროპაგანდა წლებია მუშაობს. აქედან გამომდინარე, მაგის ილუზია და მოლოდინი არ მაქვს, ეს ადამიანები იქნებიან, რა ვიცი, ფუნდამენტურად გადასამზადებელი, ანუ მათ რეალურად აი უნდა გამოიღვიძონ, როგორც ნაცისტური გერმანია დამარცხდა და მე ბევრი გერმანელმა გამოიღვიძა, ხა ამათ კი არ ვადარებ, ის ცივილიზებული ხალხი იყო და ესენი ღმერთმა უწყვის ვინ არიან და რანი არიან. აი როცა ბევრმა გერმანელმა თქვა, რომ თურმე ტრანსში ვიყავით, ხო, რა დანაშაულები ხდებოდა ჩვენ გარშემო და ჩვენ ან ჩუმად ვიყავით და ან ამის ბევრი თანამონაწილეს და თანამზრახველიც იყო, ხო? ეს მერე მოხდება, აი ესე ერთ დღე, ორ დღეში და თუნდაც ძალიან მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ მოხდება, მაგრამ რისი ხაზგასმა მინდა ჩვენ თითქოს წაგვიღოთ ემამ და არ ვახსენეთ თავარი რაც უნდა გვეთქვა აი ამ ბოლო 13 წლიან პერიოდზე. ოცნების პროპაგანდა დგას რაზე და ალბათ აი ტროლბოტები კარგი ინდიკატორია ამისა. პრაქტიკულად აღარ არსებობს, აი ტროლბოტიც კი აღარ აყავთ, რომელიც ითქვის რომ ოცნება კარგია. ოცნების დაქირავებული მათი მესეჯ ბოქსი, მათი დაქირავებული ტროლბოტები გეუბნებიან, რომ მე არც კოცი ვარ და არც ნაცი ვარ. ხო, ეს ნაცი სინამდვილეში პირობითი სიტყვა, ყველა ნაცია, ვინც ოცნება არ არის მათი პროპაგანდის მიზნებისთვის. შესაბამისად ვიღაცები რომ ამბობენ მე ნაცი არა ვარ, ეს ანუ ჩათვალეთ, რომ ფუჭი დრო არის, ფუჭად დახარჯული რესურსია, მათი პროპაგანდის მიზნებისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყავი, რა საკეთებდი და ასე შემდეგ. აგერა გახარია და ბესელია და ეგეთ ხალხი არიან მათთვის ბჭყალებში ნაცები. ხო და იმას ვამბობ, რომ მათი პროპაგანდისტვის დღეს თავარია რომ ტოლობის ნიშანი დაისვას. ისინი გეუბნებიან რომ ხო ესენიც არ ავარგიან, მაგრამ ისინიც არ ვარგოდნენ. ან ისინი არ ვარგოდნენ და ესენიც არ ვარგიან. სინამდვილეში არსებობს ერთი ფუნდამენტური განსხვავება, რომელიც ყველა სხვა განსხვავებას თუ მსგავსებას თუ რაც არ უნდა ვთქვათ, უბრალოდ არარელევანტურს ხდის. დაუშვათ აი დაუშვათ, რომ წინა ხელისუფლება იყო ცუდი ხელისუფლება, დაუშვათ. მე ასე არ მიმაჩნია. ეს ხელისუფლება, ეს რეჟიმი არის რუსული რეჟიმი. ანუ ეს არის აი ჰიბრიდული რუსული ძალა, რომელიც პუტინმა შექმნა იმისთვის, რომ საქართველოზე აეღო რევანში. არ დარდება ერთმანეთთან. წარმოიდგინე, აი რა ვიცი, ქართველი მეფე, რომელიც მტერს ცუდად ებრძვის, ან საქართველოში რაღაცეებს აშავებს და მეორე მტრის მიერ დანიშნული მართველი, რომელიც იმისთვის დანიშნა იმან, რომ შენ გაკონტროლოს რა და შენ დაგაკარგვინოს მეგობრები. ანუ არ დარდება უბრალოდ ან სისულელია ამ ტოლობის ნიშნის დასმა, ან უსინდისობა, სხვა ვარიანტი არ არსებობს. და მე მზად ვარ, რომ ნებისმიერ კომპეტენტურ კეთილსინდისიერ ადამიანს, ბიზნესმენს, პოლიტიკოს, ჟურნალისტს დაუჯდე ეთერში და ვედებატო ამ თემაზე. მსგავსებებზეც, პრობლემებზეც და აი დამეთანხმეთ და მერწმუნეთ და მენდეთ, თუ პრობლემებზე წავა საუბარი, მე ძალიან კარგად კომპეტენტ, ბევრ მათგანზე უფრო კომპეტენტურად შემიძლია გავაკრიტიკო წინა 9 წელი. მაგრამ ვიდრე რუსები არიან ალტერნატივა, ვიდრე რუსი არის ამაზე კაპიტალიზების მომლოდინე ტიპი და ძალა. ამას არ ვიზამ ვინაიდან ვიმეორებ, ანუ აქეთ არის მტერი, პირდაპირ მტერია, ხო? აქეთ არის ძალა, რომელსაც აქებს სიმონიანი, პესკოვი, ლავროვი, პუტინი, ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენელი. სახაროვა გამოეკომაგა და სანდუ გააკრიტიკა, რომ რანაირად ახსენაო, რომ საქართველოს ფაქტობრივად რუსეთის კოლონიად იქცაო. ეს ფრაზა ამ ფორმით შინაარსით არც უთქვავს სანდუს, მაგრამ იმან გააპროტესტა რა, როგორ საქართველოს სუვერენულ პოლიტიკას აწარმოებს. და ყველაზე სასიამოვნოდ მოსასმენი იყო ლავროვის კნავილი გუშინ წინ, როდესაც აკრიტიკებდა მოლდოვას შიგნით დემოკრატიული პროცესების ხარვეზებს და ამბობდა, რომ როგორ წინა საარჩევნო კამპანიის დროს ყველას თანაბრად კონკურენციის საშუალება არ მიეცათო და იქ დნესტრისპირეთიდან გადასასვლელი ავტობუსებიო იმ რაოდენობით არ შეუშვესო, როგორც უნდა მიეღოთო. ანუ ადრე როგორც ხდებოდა და ასე შემდეგ. აი დასავლეთი როგორც იქნა მიხვდა, რომ ამ ტიპის ბრუტალურ ძალასთან როგორც მინიმუმ არა ბრუტალური, არამედ მკაცრი მიდგომა უნდა გამოიჩინოს. საქართველოს დამემართებაში ჯერჯერობით ჩვენ ესეთ მკაფიო
პოლიტიკას სიტყვიერ დონეზე კი ვხედავთ, მაგრამ მოქმედებების თანმიმდევრობა არ არის საკმარისი ამ ტიპის რეჟიმთან დასაპირისპირებლად. მე მხედველობაში მაქვს დასავლეთი. მაგრამ აქ გადამწყვეტი როლი მაინც ეკუთვნის ქართულ საზოგადოებას და ქართულ ხალხს. ამიტომ უბრუნდები ისევ 4 ოქტომბერს ჩვენი საუბრის ბოლოს მე მინდა თქვენი ხედვა, თქვენი მოლოდინი და მნიშვნელობა ზოგადად აი ამ ზარდი საპროტესტო ტალღის, მათ შორის 4 ოქტომბრის მოლოდინების და იმის აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც თქვენ ამბობთ, ასაბუთებთ, რომ ეს არის რუსული რეჟიმი, რა უნდა აერთიანებდეს ამ ხალხს და რისი ლეგიტიმაცია აქვთ მათ საქართველოს ისტორიისგან. ერთი სიტყვით შევეხოთ აი იმ წინა თემას, დასავლეთის როლს რაც შეეხება. ხო, ჩვენ საუბრობდით იმაზე, აი ქვეყნის შიგნით რა არის ამ ტრობოტების ბოლო ხავსი, რომ თითქოს ნაც და კოცი ერთია და ისიც ცუდია და ესეც ცუდია და ქვეყნის გარეთ მათი მესეჯ ბოქსი, მათ შორის იმ პირების მეშვეობით გაჟღერებული, რომელსაც ზოგს ვითომ ბიზნეს ინტერესი ამოძრავებს და ზოგს კიდევ ვითომ სხვა რამ, არის ის, რომ კი ივანიშვილი ცუდია, ივანიშვილი ავტორიტარია, მაგრამ ისეთი ავტორიტარია, რომელსაც აქვს თავისი ინტერესები და მას უნდა დაველაპარაკოთ, ხო? სინამდვილეში ვითომ პატარა დეტალია, მაგრამ არსებითი დეტალია. ივანიშვილი ავტორიტარია, მაგრამ ის არ არის დამოუკიდებელი ავტორიტარი, ის არ არის ალიევი, ის არ არის ლუკაშენკო. ივანიშვილი არის რუსი. ივანიშვილი რუსულ ვერტიკალში ზის. შესაბამისად, ეს მესიჯი რომ იცი რა ივანიშვილის ინტერესები და რუსეთის ინტერესები ემთხვევა და ის უბრალოდ ავტორიტარიზმს ამყარებს და ამ ნაწილში მას თუ ცოტა დაველაპარაკები და აქეთ მოვქაჩავთ, ილუზიებია ეს, ტყუილია, დროის ფუჭი ფლანგვა, ივანიშვილი არის რუსულ ვერტიკალში. ივანიშვილის მესიჯ ბოქს დღეს წერენ რუსი ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფები, რომლებიც მე აი ამათ უგზავნიან, ზოგმა ქართული ანდაზები კარგად არ იცის, მაგრამ ალბათ თვალშორის ეგრე მუშაობენ კგბ-შნიკები, ხო? მოითხოვენ მითოლოგიას, მოითხოვენ ჭორებს, მოითხოვენ რაღაცას და მე ასე მესიჯ ბოქს გამოიმუშავებენ და მესიჯებით უგზავნიან და აი ვნახეთ გუშინ იყო თუ გუშინცი მაჭარაშვილი მეორე სახელს ჯერ ვერ ვიხსენებ კიდე მახაშვილი თუ რაღაც ხო ეგეთი და აი ერთი და იგივეს ლაპარაკობენ თუთიყუშებივით. შესაბამისად ეს არის რაც არ უნდა ჭამოს ახლა დასავლეთმა და სამწუხაროდ დასავლეთში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მიამიტია რომელიც ამას ყიდულობს, რომელიც ამას იღებს რომ ხო ივანიშვილი პრინციპში არ მოგწონს და არასწორ რაღაცებს აკეთებს, მაგრამ ისეთი ტიპია რომ მაინც თავის კაცია. არ არის, არა. კი, რა თქმა უნდა როგორ არ არის, ეს ყველაფერი ავტორიტარიც არის ასეც, მაგრამ ვერტიკალში ზის, მას არ აქვს მოქმედების დამოუკიდებლობა. ის არ არის ორბანი, ხო, რომელმაც შეცვალა პოლიტიკა და რაღაცნაირი ლიბერალი ავტორიტარიდან პრორუს ავტორიტარად გადაიქცა. ვიმეორებ, არის ვერტიკალში. ამის დიაგნოზის დასმა არსებით პოლიტიკურ ცვლილებებში უნდა გამოიხატოს, ვინაიდან თუ ამას მივიღებთ, მაშინ ივანიშვილს უპირისპირდები როგორც რუსეთის საცეცს. და როგორც ახლა მაგალითად ღარიბაშვილს და იმას რა ქვია ყობახიძეს და ყაველაშვილს არ ალაპარაკებიან ცალკე იმიტომ რა აზრი აქვს ხوارფერს აწარმოადგენენ ისევე აი ამ გეოპოლიტიკურ პრიზმაში უნდა შეხედონ საქართველოსაც და შესაბამისად საქართველოს შეხედონ როგორც ცივი ომის პირობებში აი იმ გამყოფი კედლის რკინის ფარდის მიღმა ჩარჩენილ ქვეყანას, რომელსაც ჭირდება გამოხსნა. ხა რაც შეეხება ქართულ ხალხს, ბუნებრივია მთავარი როლი ჩვენ გვაქვს, მაგრამ როგორც რახანცივიონი ვახსენეთ, როგორც მაშინ დამოუკიდებლად ჩვენ ვერ ვიზამთ. ეს უნდა იყოს ორი ფაქტორის თანხმდები, ეს უნდა იყოს საერთაშორისო ვითარება, რომელიც და კონიუნქტურა, რომელიც საჩვენოდ ლაგდება მადლობა ღმერთს, როგორც უკრაინაში, ასევე ტრამპის ადმინისტრაციაში და ასევე ევროპაში. მოლდოვა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ყველა თვალსაზრისით. ერთი რომ ძალების ბალანსის კუთხით კარგად გამოჩნდა, თუ დასავლეთი მოინდომებს ადგილზე მოსახლეობის საქართველოსთან შედარებით ორჯერ ნაკლები მხარდაჭერის პირობებშიც კი პროდასავლური კურსი მაქვს ხედულობაში აღწევს შედევს და საცეცებს აჭრის რუსებს და რუსეთს და პუტინს ამ შემთხვევაში და მეორე კიდე საქართველოსთვის წინვალე მაგალითი იმ გაგებით რომ აი ეს ნარატივი რომელიც ომში ჩართულობასთან მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით ასე ეფექტურად მუშაობდა ამ წლების განმავლობაში ამის მაგალითია ზუსტად რა რომ თუ გამოჩნდა რომ მოლდოვა ყველა თავის სტრატეგიულ მიზანს და ამოცანას მათ შორის ევროკავშირის წევრობისას აღწევს ისე რომ პირიქით ჩვენზე უფრო მოწყვლად მდგომარეობაში ერთი პატარა ინციდენტიც კი არ მომხდარა მის ტერიტორიაზე. ეს ხო, ნუ ხარ მოლდოვა ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნების მათ შორის კოც ნარატივისთვის ლახურის ჩაცემა რამდენი წელია სანდუა და არანაირი მეორე ფრონტი იქ არ გახსნილა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ საერთაშორისო ვითარებას თუ შევხედავთ, ბოლო რამდენიმე წელიწადში რუსეთმა დაკარგა სომხეთი, ვინ წარმოიდგენდა ამას? სომხეთი დაკარგა სირია, დაკარგა მოლდოვა, ეხლა ვახსენე
მოგხსენეთ და რუმინეთში გადაინტერა აზერბაიჯანი ხო გადაინტერა აზერბაიჯანი და რუმინეთშიც კიბზე იყო და რუმინეთშიც ჩაუფლავდა საქმე. შესაბამისად რუსეთი არის ძალიან რთულ ვითარებაში. ტრამპის ბოლო დროიდან რიტორიკას მხოლოდ მივესალმები, რომელიც უკვე პუტინის მიმართ პირადი დაცინვის და შეურაცხყოფის რეჟიმში გადავიდა, სადაც ეუბნება, რომ 4 წელია ისეთ ომში იბრძვი, რომელიც თითქოს ერთ კვირაში უნდა მოგეგოვა და ამას ამბობს გენერლებით გადაჭედილ სივრცეში, სადაც საკუთარ ძლიერებას პროეცირებს და ეუბნება, რომ კარგად, ანუ აზზე მოდი, ვისთან გაქვს საქმე. რაც შეეხება ჩვენში და ვითარებას, კი ჩვენთან რადიკალურად შეცვლილია ვითარება, ვინაიდან არასდროს არ მახსენდება მე საქართველოს სიტუაცია, როდესაც მოსახლეობის ყველა ფენას, ყველა ჯგუფს, აი რა როგორც არ უნდა დავყოთ დემოგრაფიულად, ხო, ასაკობრივად, სქესი, რეგიონი, სოფელი, ქალაქი, პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გემოვნება, რელიგიური აღსარებლობა, ეთნიკური წარსული თუ ასე წარმოშობა თუ ასე შემდეგ, ანუ ყველას ყელში ყავს ეს რეჟიმი ამოსული, მათ შორის, ვისაც ობიექტურად არ აქვს ეს ამოსული, ვინაიდან მეოთხე ვადაზე არიან, ხო? მეოთხე ვადაზე უკვე არალეგიტიმურად, მაგრამ მაინც მეოთხე ვადა დანარჩენებს უკვე სუბიექტური мотиваცია და შიში გააჩნიათ. ანუ ესენი გადასული არიან ბოლშევიკურ შიდაწმენდაზე. მოდი ასე ვთქვათ, ახლა კი ცხადია, ნებისმიერ კეთილსინდისიერ და კანონმორჩილ მოქალაქეს უნდა ეშინოდეს ამ რეჟიმის დარჩენის, მაგრამ იმათვისაც ასობით მილიონი აქვს მოპარული, იმათ ხო იციან, რომ ხვალდაზე მათ მიადგებიან და ბევრად უფრო ულმობელი იქნებიან, ვინაიდან რუსები და ამასაც გამოცდილება აჩვენებს. ბევრად უფრო ულმობელი არიან მოღალატეების მიმართ, გადამხტარი ტიპების მიმართ და ბევრად უფრო სამაგალითოდ უსწორდებიან ეგეთებს, ვიდრე მტერს. აი მტერს რაღაც პატივს მაინც წემენ. რაც ბუნებრივია. და თავისიანებს მართლაც რისავენ. და შესაბამისად ამ ადამიანებს, ვისაც 200, 300, 800 მილიონი აქვს მოპარული, საერთოდ მასშტაბზე რო დავფიქრდეთ, გიორგი, ეს მინდა ვთქვა დღეს გამახსენდა შევარდნაძის გადადგომის პერიოდი იყო 2013 წლის ნოემბერი იყო, მგონი ჯერ არ იყო გადამდგარი ვარდების რევოლუცია პროცესში იყო, ასე ვთქვათ და გაბაზრდა, რომ თითქოს შევარდნაძე მიყიდა ბადენ-ბადენში ვილა. და ქართველი ერი აღშფოთდა საქართველოს ამაზე თუხთუხებდა, რომ წარმოიდგინა შევარდნაძე მიყიდა ვილა. 30 წელი საქართველოს პირველი პირი იყო ადამიანი, 6 წელი საბჭოთა კავშირში, ნუ ალბათ ხუთეულში შედიოდა ყველაზე გავლენიანი პირების და საქართველოში აღშფოთდით იმაზე, რომ შევარდნაძემ შეიძლება ბადენ-ბადენში იყიდა ვილა. ეხა რომელიც ყველი აღმოჩნდა, რომელთან მართალიც არ აღმოჩნდა, ხო? და ეხლა ანუ ვიღაც გამგებლის მოადგილის მრჩეվել ცინგლიან არაფრის თქმელ ადამიანებს ვილები აქვთ ასობით მე რაღაც საოცრება ხდება თან ხო შეიძლება ამას რაღაცა შეხება კონდეს ამ ადამიანებთან ვიმეორებ შევარდნაძის დროს მე არა ვარ იმ დროის აპოლოგეტი ხა ერთმა დამიფაროს მაგრამ მაშინ აი ოდიოზური ტიპებიც კი ტიპები იყვნენ და ესენი ვინ არიან აი ვინ არიან რა და შესაბამისად საზოგადოებაში სრული მზადყოფნაა რომ ჩამოვიბანოთ ეს ლაქა რომელიც დაგვაჩნდა 2012 წელს. სადა მადლობა დაგიშვებით. თუ გნებავთ თქვენი ახალი ივერის ხო, თუ შეიძლება ამას გაჩვენებთ, ეს არის ახალი ივერის მე-10 ნომერი დღეს გამოვიტანეს სტამბიდან და სხვა შორის ფორმულას ორი ჟურნალისტი წერს ამ ნომერში, რატი მუჯირი და თიდათი ნერაძე, ეს გახლავთ ჩემი სტატიის სათაური, თავს ნუღარ შეაკლავ ბჭყალებში გაიმარჯვე, ვინაიდან ჩვენ ძალიან ხშირად გვიყვარს იმის თქმა, რომ თავს შევაკლავ და ასე შემდეგ, არა, არ გვჭირდება თავის შეკვლა, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება.